მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2024 წელი ამოცანა ნომერი 7. არატოლმხრებიან სასწორზე აწონისას სხეული ერთ პინაზე მოთავსებისას გაწონასწორდა M1 მასის საწონით, ხოლო მეორე პინაზე მოთავსებისას კი M2 მასის საწონით, როგორც ნახაზი არის მოცემული. და მოგეთხრებიან გასაზრდოთ სხეულის მასა, ხოლო სასწორის მასა არ გავითვალისწინოთ. კი ბატონო, მოდით ახლა გავადიდოთ ეს სურათი. მოდი, პირველი მხარე აღვნიშნოთ L1-ით, ანუ ეს სიგრძე. აქედან M1 მასის სხეულიდან საკიდელამდე აღვნიშნოთ L1-ით. შესაბამისად, ეს მეორე მხარეს აღვნიშნოთ ის სიგრძე L2-ით, იყოს L2. ანალოგიურად აქეთაც გვექნება იგივე მხრები, L1 იქნება ეს. შესაბამისად, ეს ამის სიგრძე იქნება L2. და საძიებელი მასა აღვნიშნოთ mx-ით, გითხებიან ამ სხეულის მასას, ესეც იქნება mx-ი. და ჩავწეროთ მომენტების წესს. მომენტების წესიდან გამომდინარე m1 L1 გამრავლების შესაბამის მხარეზე თორე იქნება mx L2-ის ეს პირველი ტოლობა, რომ მეორე ტოლობა გვექნება m2 გამრავლებული L2-ზე შესაბამის მხარეზე თორე იქნება mx გამრავლებული L1-ზე. ეს მეორე ტოლობა. და მოდით ახლა პირველი ტოლობა გავამრავლოთ მეორეზე. აქედან რა გამოგვივა? m1 L1 გამრავლდება m2 L2-ზე, ეს თორე იქნება mx L2-ის ნამრავლისა mx L1-ზე. L1-ები შეგვეკვეცება, L2-ები შეგვეკვეცება და რა დაგვრჩება? ტოლობის მარჯვენა მხარეს ვიწერია mx ჯერ mx-ი, ეს თორე იქნება mx კვადრატის და მარცხნივ ვრჩება m1 m2. შესაბამისად, აქედან mx-ი თორე იქნება კვადრატული ფესვი m1-ისა და m2-ის ნამრავლიდან. შესაბამისად, პასუხი იქნება A.